საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2024 წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ცნობისთვის 3 მილიარდი ლარი საქართველოს წლიური ბიუჯეტის დაახლოებით 10%-ია. დამეთანხმებით ალბათ არ არის ცოტა თანხა და საერთოდ უმჯობესიც იქნებოდა ეს კოლოსალური ფული სახელმწიფოს ბიუჯეტში დარჩენილიყო და არა რამდენიმე კერძო ბანკერის ჯიბეში. მოდით ჯერ გავარკვიოთ როგორ შოულობენ ფულს კერძო ბანკები. ბანკების ლამაზი შენობების, ძვირადღირებული რეკლამების და ერთი შეხედვით რთული კორპორატიული სტრუქტურის უკან სინამდვილეში მარტივი პრინციპი დგას. საქართველოს კერძო ბანკები სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან, ძირითადად ასევე ბანკებისგან, სესხულობენ ფულს, რომელსაც შემდგომ საქართველოში თავად ცეცხლად გასცემენ ფიზიკურ პირებზე და ბიზნესზე. უფრო გასაგები რომ იყოს, მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს. ქართული კერძო ბანკები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან პირობით $100 3-4%-ად სესხულობენ და შემდეგ საქართველოში თქვენ ამ აღებულ $100 15-20%-ად გაძლევენ. ბანკის მოგება ამ ფინანსურ манипуляციაში შთამბეჭდავია. პრიმიტიული სქემაა, არაფერი რთული, მაგრამ ძალიან შემოსავლიანი. აქედან გამომდინარე იბადება ლოგიკური კითხვა. რატომ არ შეიძლება იგივე საქმიანობით თავად სახელმწიფოც დაკავდეს? ოღონდ ერთი განსხვავებით. სახელმწიფო ბანკის მიზანი არ იქნება კომერციული ინტერესი, არამედ ხელმისაწვდომი სესხების გაცემა. მაგალითად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბანკი, რომელიც ფულს ისესხებს იგივე სქემით, როგორც ამას კერძო ბანკები აკეთებენ, მაგრამ მათგან განსხვავებით გაცილებით შეღავათიანი პროცენტით გასცემს კრედიტს. ეს ცალსახად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან მოსახლეობას და ბიზნესს გაუჩნდება იაფ ფულზე მარტივი წვდომა. ამიტომ სახელმწიფო ბანკის შექმნა არა მარტო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხია, არამედ საქართველოში არსებული საბანკო მონოპოლიის მოგვარების ეფექტური საშუალებაცაა. კონსერვატორების საქართველოსთვის